ანუ ხეები აქვს დაფარული კი, მսიღრმეში. ის ხეობაც ამოავსო და ნაპირში რა ხეებიც იყო, ის ხეებიც კი დაფარა. და მთელი ეს დაგუბება არის რკინიგზის ხაზი და რამდენიმე 10 მეტრში. რამდენიმე 10 მეტრშია, ხო, ნუ დასკვნა შეუძლიათ რომ 250 მეტრიაო, ამიტომ რაღაცა იმის სირენებს და დაყენებას რო რაღაცა ადრეული გამოფხილებელი სისტემები, ხო, აზრი არ აქვს, იმიტომ რომ სიგნალის გადაცემა-გადმოცემას ვერ მოასწრებს, ისე წაიღებს ყველაფერს იქით. კარგი, ბატონკა, ხა თქვენ უნდა გკითხოთ ამაზე. ანუ აი ხა რასაც უყურებთ, აი ამ დაგუბებამ რა შეიძლება გამოიწვიოს დროის გასვლასთან ერთად? აი ახლა აქ შეიძლება წარმოიქმნას ესეთი რაღაცა დაგუბებული წყალი, რომელიც შემდგარია ტყის მასივს ორივე მხარეს 10 მეტრზე საკმარისია, იწყებს ჩამოშლას. ყველა ვარიანტში ის ტყის მასა ჩამოიშლება. ანუ ეხა აქ საფრთხე რა არის? ამასთან შედარება შოვის და ვერეს მასშტაბის უბრალოდ არ შეიძლება აქ ისეთი რამე მოხდეს. ანუ როგორც მინიმუმ რკინიგზის ხაზს წაიღებს და მთელ ხეობას. ხეობაზეა აქ საუბარი. ახლა ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა შოვში და თბილისში დაუშვათ და შოვში ერთ ლოკაციაზე მოხდა რაღაც კოტეჯებთან და აიღუპა ხალხი და ბავშვები, ძალიან ცუდი რამე მოხდა. მაგრამ მასშტაბურად ეს უფრო დიდი მასშტაბის იქნება. და ანუ ახლა ამ მიწას რას ველოდებით, რომ ეს ანუ დროის ამბავია, როდის მოხდება? დროის ამბავია, ხო? ანუ ახლა ყველა მიმდებარე დასახლება და გზები არის გადასაკეტი და გასაყვანია მოსახლეობა. რა თქმა უნდა, სხვა გამოსავალი არ არის. ან უნდა ხდებოდეს ამის გაწმენდა ყოველდღიურ რეჟიმში. ეხლა ამ მომენტში უკვე შეუდგა ძირში მიწას. ეს მიწა ჩამოიშლება. იშლება კიდეც ახლა იქ დაბლა რო ჩახვიდეთ, უბრალოდ იქ ჩასვლა ახლა არ შეიძლება. აქ დგომაც არ შეიძლება, სადაც ვდგებით. პირდაპირ გეუბნებით საქართველოს რკინიგზა, ჩინური კომპანია და სახელმწიფო. ეს სამივე დამნაშავეა.